ქალაქი, სადაც სიზმრები რეალობად იქცევა. ან კოშმარად. ქალაქი, სადაც მზის, პალმების და ქვიშის პლაჟებს მიღმა რაღაც ბნელი. თითქმის ხელშესახები ბოროტება იმალება. იმ დღეს ანგელოზების ქალაქში იანვრის გრილი დილა იდგა. გამლელები სწრაფი ნაბიჯით მიიჩქარდნენ საქმეებზე და არავინ უწყოდა რომ პრესტიჟულ უბანში ორ სართულიან ლამაზ სახლებს შორის მოქცეულ მწვანე გაზონზე რაღაც იდო. რაღაც რამაც ლოს-ანჯელესის ფეხზე დააყენა. რაღაც რამაც ყველაზე გულქვა ადამიანებიც კი შეძრა. დილა, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა ერთი ლამაზი გოგონას სახელი ამერიკის ყველაზე იდუმალი კრიმინალური ისტორიების სიაში. გამარჯობა. ჩვენ დიდი ხანი არ შევხედრივართ ასეთ ფორმატში ერთმანეთს, დღეს სეზონს ხსნით. ერთ-ერთი სამესენჯერო ჭორაობისას, როდესაც სამეცნიერო თემები უკვე მოვითავეთ, ცოტნე ჯავახიშვილმა იცოდა რა, რომ მე ძალიან მიყვარდა იდუმალებით მოცული ამბები, ზოგადად კრიმინალური ამბებიც და ასეთი ისტორიები, მან შეუმთავაზა ლოს-ანჯელესში მომხდარი ერთი უცნაური შემთხვევის განხილვა, რომელსაც დღემდე ამერიკელები იცნობენ როგორც შავი გეორგინას საქმეს. ეს გახლავთ კვლელობა, რომელიც დღემდე იდუმალებით არის მოცული. ამასინათ რაღაც მასალებს ვეძებდი და გადავაწყდი, ინტერნეტმა მომიგდო თვითონ, ზოგჯერ Google უცნაურ რაღაცებს აკეთებს ხოლმე, რასაც ფიქრობ ან რაზეც ოცნებობ, იმას ამოგიგდებ და მან Google-მა შემახსენა, რომ ასეთი ამბავი მოხდა ამერიკაში. იქ ეწერა, რომ მოკლედ Black Dahlia, ასეთი იყო სათაური, მისი უცნაური და მისტიკური კვლელობა. დალია თვითონ მოგეხსენებათ ინგლისურიდან ნიშნავს ყვავილ გეორგინას, აი ამ ყვავილს. მაშასე ცოტნე ჯავახიშვილს უნდა უმადლოდეთ, რომ დღეს ძალიან გრძელ, საინტერესო და მისტიკით და იდუმალებით სავსე ისტორიას გაგაცნობთ. თუმცა ამ ისტორიაში არის საკმაოდ სასტიკი მომენტებიც და ამიტომ თუ თქვენ საკუთარი თავის იმედი არ გაქვთ, უბრალოდ საკუთარი ნერვების, მაშინ გამოტოვეთ ეს ვიდეო. სხვები კი მომღევით, ვისაც გული გერჩით. სანამ უშუალოდ ხრობაზე გადავიდოდეთ, მე პირველ რიგში მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, ვინც აკომენტარებთ ჩემს ვიდეოებს, ვინც უყურებთ მათ, სვამთ მოწონების ნიშანს ან არ მოწონების ნიშანს, ზოგი მაგინებთ, ზოგი სიყვარულს მიხსნით, ყველა კარგები ხართ, მე ყველა მიყვარხართ და ვეცდები რომ მომავალშიც ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. ასევე რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან ჩემს არხს ფინანსურად, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გითხარით, მე ახალი ნოუთბუქისთვის ვაგროვებ თანხას, სამწუხაროდ ის ნოუთბუქი, რომელიც მე ახლა მაქვს, საკმაოდ მობერდა, მოძველდა და უკვე ვეღარ ასრულებს იმ ამოცანებს, რომელსაც მე მას უსახავ ხოლმე. ახლა კი ძირითადი თემა. რომ არა განსაკუთრებული ვითარება ელიზაბეთ შორცის შესახებ, ალბათ მხოლოდ მის ახლობლებს ეწოდინებოდათ და სამწუხაროდ იგი ჩვენი ისტორიის გმირი ვერ გახდებოდა. ელიზაბეთი ერთი საშუალო სტატისტიკური, საკმაოდ ლამაზი, ნაკლებად განათლებული, ასეთი ამერიკელი გოგონა იყო, რომელიც მოხიბლული იყო როგორც ყველა იმ პერიოდში, ეს ხდება 40-იან წლებში გასული საუკუნის, მოხიბლული იყო ჰოლივუდის ბრწყინვალებით და იმ სამყაროს ნაწილი სურდა გამხდარიყო, რომელმაც გაცილებით მეტი განადგურებული სიცოცხლე და ბედი დატოვა თავის გზაზე, ვიდრე ის ვარსკვლავები, რომელიც მან აანთო. ასეთია ჰოლივუდის სამწუხარო ბექგრაუნდი, ანუ ზურგს უკან მას მოსდევს ძალიან ბევრი ტრაგედია, ბევრი ცრემლი, სისხლი, მაფიოზური გარჩევები და რა თქმა უნდა ძალიან კარგი ფილმებიც, რომლებიც სწორედ ამ ყველაფრის ფონზე კეთდებოდა. ელიზაბეთი მაკდონალდსის მიმტანი იყო, რომელიც სიგარეტის მოსაწევი პაუზების დროს სხვადასხვა ავტორების ციტატებს სწავლობდა, რომლებიც ოცნების ფაბრიკის დასაპყრობად გამოადგებოდა. ანგელოზების ქალაქში ხომ მოარულ ლეგენდებად დადიოდა ჩვეულებრივი გოგონების ისტორია, რომლებმაც სრულიად შემთხვევით
საოცარ წარმატებას მიაღწიეს. საბოლოოდ კი ელიზაბეთ შორცი ამერიკელებისთვის მართლაც გახდა უკვდავი ლეგენდა, თუმცა იგი ახსოვთ არა როგორც ლამაზი და კარგი როლების შემსრულებელი, არამედ იმ არნახული სისასტიკის გამო, რომლითაც გოგონამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლე დაასრულებინეს უბრალოდ. სანამ ლოს-ანჯელესის და სრულიად ამერიკის გაზეთების პირველ გვერდებზე გამოჩნდებოდა სათაურები, სადაც ჟურნალისტები ბლეკ დალიად, ანუ შავ გეორგინად მოიხსენიებდნენ, მისი სახელი უკვე მისტიკის და იდუმალების სინონიმათაც გადაიქცა. არადა მას უბრალოდ ბეტი ერქვა. ბეტი, ელიზაბეტი, რომელიც გვარად შორცი იყო. მე ვიცი რომ თქვენს დიდ უმრავლესობას მოსწონს ამ ტიპის ვიდეოები და ამიტომ დღეს სამეცნიერო თემებისგან დასვენების მიზნით მე მოგიყვებით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და საზარელი მკვლელობის შესახებ, რაც კი ამერიკაში, მის ისტორიაში, მის კრიმინალურ ისტორიაში მომხდარა. ასეთები კი ჩემს უკეთად მოგეხსენებათ ამ კონტინენტზე და ამ ქვეყანაში საკმაოდ მრავლად ხდება. დღე თანდათან მოკლდება. ზამთარი ძალას იგრებს. მაგრამ წინ ცივი ზამთრის ყველაზე თბილი დღესასწაულებია. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულებს საქართველოს გარეთ ხვდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშობლოდან გაგზავნილი საჩუქარი. იმაზე რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულა ტკბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიკა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოქარგული. იქვე დადეთ ხის სუნით გაჯერებული თბილისური ჩუქურთმებიანი აივნის სუვენირი და მენდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ლამაზი თბილი და ქართული საღამო გარანტირებული აქვს. ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ გამოიყენებთ ამ პრომო კოდს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, როგორც ჩემი არხის გამომწერები, მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ ნაკრებს ამ პრომო კოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ და ახლავე აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. მაშასე 1924 წლის 29 ივლისი ამ დღეს ბოსტონში, მასაჩუსეტსში შტატში ფიბი მეი სოიერ შორცი თავის მესამე ქალიშვილს აჩენს და მას სახელად ელიზაბეთ ენ შორცს არქმევს. ბეტი, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, 5 ქალიშვილს შორის შუათანა იყო, მესამე იყო ქალიშვილების მამამ კლეო შორცმა, რომელიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო. თელი თავისი ქონება, რომელიც კი მან დააგროვა, სადღაც 27-28 წლისთვის, 1928 წლისთვის, მთლიანად ჩადო მინი გოლფის მოედნების მშენებლობაში. იმ დროს ამერიკა აღზევებული იყო, ფინანსურად ძალიან ძლიერი იყო ხალხი, საშუალო ფენა მდიდრდებოდა, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ, კლებულობდა უმუშევრობა, იდეალურად მიდიოდა ყველაფერი და სწორედ გართობა იყო ერთ-ერთი ესეთი მეთოდი დასვენებისა, კერძოდ გოლფი ამერიკელებისთვის, რომელიც ასევე ძალიან სვეცკად ითვლებოდა. და სწორედ ამ ბიზნესში ჩადო მან ფული და ბიზნესი საკმაოდ კარგად წავიდა. რამდენიმე გოლფის მოედანი მან ააშენა, რა თქმა უნდა, კრედიტი ჰქონდა გამოტანილი ბანკიდან და 29 წლის ოქტომბერში საფონდო ბირჟა ჩამოიქცა. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ყველაზე დიდი საფინანსო კრიზისი კაცობრიობის ისტორიაში, რომლის ნანგრევებმაც ქვეშ მოიყოლა მილიონობით ოჯახის კეთილდღეობა, ბედი და ზოგჯერ სიცოცხლეც კი. ფინანსური კატასტროფა შეეხო, რა თქმა უნდა, კლეო შორცსაც, რომელმაც ერთ წამში, ერთ დილაში დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი. შორცს კრედიტი აქვს გადასახდელი, იგი ეძებს დილიდან საღამომდე სამუშაოს, მაგრამ ვერ პოულობს, მილიონობით ადამიანი დგას ფაბრიკების, ქარხნების კედლებთან და თავიანთ ბედს ელოდებიან, იქნებ ვინმე
ვინმე გარდაიცვალა, ანავად გახდა და ისინი ჩაანაცვლონ. კატასტროფა ხდება ამერიკაში. ერთი წლის თავზე 1930 წლის სუსხიან დილას, კვლავ ოქტომბერში, ოქტომბრის ბოლოს ელიზაბეტის სამზარეულოში სკამზე ჩამომჯდარ ცრემლიან დედას ხედავს. დედა უყვება გოგონას, რომ ცოტა ხნის წინ პოლიცია იყო მათ სახლში მოსული და რომ მამამისის ძალიან კარგი მანქანა Ford T1 ჩარლსტონის ხიდის თავში იპოვეს. მანქანის კარები ღია იყო, გასაღები ადგილზე იყო, მაგრამ წერილი ან რამე ახსნა განმარტება მანქანაში არ იდო. რა უნდა მომხდარიყო, გასაგებია, ხო, პოლიციამ სიმართლესთან ყველაზე ახლო ვერსია დაასახელა, რომ დეპრესიაში ჩავარდნილი, უმუშევრად დარჩენილი შორცი ხიდიდან გადახტა. გოგონებს უთხრეს, გოგონები ჯერ პატარები არიან, რომ მამას ფეხი დაუცდა, იქ მოყინული იყო და წყალში გადავარდა, გოგონებმა იციან, რომ ასე დაიღუპა მამა და ეს იქნება პირველი დიდი ტყუილი, რომელიც ელიზაბეტის ცხოვრებაში შემდეგ უკვე კარგად ბლომად იქნება. ფიბი მეიმ პრესტიჟულ რაიონში, ბოსტონში გაყიდა თავიანთი სახლი, მედფორდში, ეს პატარა ქალაქია მასაჩუსეტსის შტატში, იქ გადავიდა საცხოვრებლად, იყიდა პატარა ოროთახიანი ბინა, სადაც წყალიც არ მოდიოდა წესიერად, კანალიზაციაც მუდმივად ეჭედებოდა, ანუ საკმაოდ ცუდი პირობები იყო. მეზობლებს უკვირდათ კიდეც რანაირად ინახავდა ეს სიფრიფანა ქალი, 5 ქალიშვილს და როგორ ზდიდა მათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გრძელდება დიდი დეპრესია. ფიბი საკმაოდ კარგი ბუღალტერი იყო და მან იპოვა სამსახური, მან დიდი ანაზღაურება ამ სამსახურში არ იყო, მაგრამ გოგოები წამოიზარდნენ უკვე და ისინი ეხმარებიან მას, კერძოდ უფროსი გოგონები უკვე მიმტანებად მუშაობენ სხვადასხვა კაფეებში და ასე თუ ისე ოჯახს თავი გააქვს. მაგრამ ყველაფერს იკეთესთან ერთად ელიზაბეტს ამ 5 გოგონადან ერთადერთს ნესტიან მედფორდში ემართება ასთმა. ასთმის შეტევები იმდენად ძლიერია, რომ ფიბი ფიქრობს, რომ ყოველი ასთმის შეტევის შემდეგ ფიქრობს, რომ ალბათ ელიზაბეტი ამ შეტევას ვერ გადაიტანს და იგი მიყავს, რა თქმა უნდა, ექიმებთან, ექიმები ცალკე უზარმაზარი ფული ღირს, მაგრამ ისინი გამოძებნიან ნორმალურ კეთილ ექიმს, რომელიც ეტყვის, რომ მე ნახევარფაში გაუკეთებ გოგონას ოპერაციას, იმიტომ რომ მისი ფილტვები უკვე ამ ასთმის შეტევებისგან ისეა დაზიანებული, რომ ვერაფერი უშველის გარდა ოპერაციისაო. მაგრამ ელიზაბეტი ხელებს გაასავსავებს, იმიტომ რომ ეს ოპერაცია, უпроსორად ოპერაციის შემდეგ მის სხეულზე ნაიარევი დარჩება, არადა გოგონა აპირებს უკვე მას ჩადებული აქვს თავში, რომ უნდა დაიპყროს ჰოლივუდი, არადა ესეთი დამახინჯებული სხეულით ჰოლივუდის დაპყრობა რთულია. ამიტომ მეორე ვარიანტს შესთავაზებს ექიმი, რომ ელიზაბეტი გადაცხოვრდეს ისეთ ადგილას, სადაც თბილა, სადაც ასეთი ნესტი არ არის და კლიმატი გაცილებით უკეთესია. ელიზაბეტი მიდის ფლორიდაში. ფლორიდა მართალია ნესტიანია, მაგრამ იქ სითბოა. სითბოა 24 საათი, 12 თვის განმავლობაში და რა თქმა უნდა იგი სკოლას თავს ანებებს, სადაც მე-9 კლასიდან მას ფორმალური განათლება არ აქვს და 15 წლისაა, როდესაც კარგად დგას ფეხზე, იმიტომ რომ იგი ლამაზი გოგონაა, მას ყურადღებას აქცევენ იმ კაფეებში, სადაც იგი მიმტანად მუშაობს, კლიენტთა რაოდენობა იზრდება ხოლმე. იგი ადრიდანვე მიეჩვია საკუთარი თავის მოვლაპატრონობას და თანდათან დამოუკიდებელი, საკმაოდ ესეთი მყარი ხასიათით ჩამოუყალიბდა. როგორც გითხარით, მან მიატოვა ფორმალური სწავლა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ბევრს კითხულობს და თვითგანათლებას ეძლევა, კერძოდ იგი ხშირი სტუმარი არის ბიბლიოთეკების და ძირითადად კითხულობს ისეთ ლიტერატურას, რომლის მიხედვითაც ჰოლივუდში ფილმებს იღებენ. სწავლობს იქედან საკმაოდ ვრცელ ციტატებს, იმიტომ რომ იგი მას უკვე აქვს თავში ჩადებული, რომ ოდესმე სტუდიიდან სტუდიაში ივლის და ჩვენებებში მიიღებს მონაწილეობას. სერიოზული ლიტერატურის გარდა ასევე ელიზაბეტს ძალიან აინტერესებს და ამას ცალკე ალბომი აქვს, სადაც ამოჭრილი აქვს ჰოლივუდური სენსაციები, იგი სწავლობს ჰოლივუდურ ცხოვრებას, თუ როგორ შეიძლება ვთქვათ კარიერის გაკეთება, რანაირად ახერხებენ მისნაირი გოგონები წარმატების მწვერვალზე ასვლას და
ამისთვის, როგორც გითხარით, აგროვებს ამ მსახიობების ბიოგრაფიებს, სკანდალებს, სასიყვარულო ისტორიებს და ტრაგიკულ ფინალებსაც კი. სწორედ ამ ყველაფრის წაკითხვის და შესწავლის შემდეგ მას უკვე მყარად აქვს ჩამოყალიბებული, რომ იგი არავიზე ნაკლები არ არის და მას შეუძლია ჰოლივუდის კარების ფეხით შეღება. ევროპა ამ დროს ომის ქარცეცხლშია გახვეული. ამერიკა ამ ომში, რა თქმა უნდა, წამყვანი ფიგურაა მოიხსენებათ საბჭოთა კავშირთან და მოკავშირეებთან ერთად და ჰოლივუდში უამრავ პროპაგანდისტულ ფილმს იღებენ, საკმაოდ კარგი ხარისხის და 1942 წლის დეკემბერში, როდესაც ელიზაბეტი ჩასული არის სახლში რამდენიმე დღით და ეს ბედია მისი, როგორი ბედი კაცმა არ იცის, ვალიეხოდან მოდის წერილი. ვალიეხო გახლავთ კალიფორნიის შტატში ერთ-ერთი ქალაქი. წერილი პირველი ხელში უვარდება ელიზაბეტს. იგი ხსნის წერილს და საოცრება. წერილის ავტორი გახლავთ მამამისი, კლეო შორცი და რომელიც წერს, რომ 12 წლის წინ ჩარლ რივერის წყალში კი არ გადავარდა, არამედ კალიფორნიაში გაიპარა. გაეპარა თავის კრედიტორებს, გაეპარა ბანკებს და ინსცენირება გააკეთა თვითმკვლელობის. იგი თხოვს ოჯახს, რომ თუ აქვთ მათ სურვილი, ჩავიდნენ მასთან კალიფორნიაში და კვლავ შეერთდნენ. ფიბი, როდესაც, მეუღლე, როდესაც წაიკითხავს ამ წერილს, რა თქმა უნდა, ტლინკებს აყრის, რომ 12 წელი კაცი არ გამოჩენილა, მე ეს გოგონები ესე ვათრიე ზურგით და მასთან მე არანაირი კავშირი არ მინდა მქონდეს და მხოლოდ ელიზაბეტი დაფიქრდება, რომ სწორედ ვალიეხო არის ყველაზე ახლოს ჰოლივუდთან, ლოს-ანჯელესთან. ამიტომ იგი მამას მისწერს, ჩუმად მისწერს წერილს და ეტყვის, რომ პოსტაში გამომიგზავნეო პასუხია. მამა პასუხთან ერთად გამოუგზავნის მას $400. $400 იმ პერიოდისთვის ძალიან დიდი ფულია, ამიტომ ელიზაბეტი მიხვდება, რომ მამა რაღაც კარგ ამბავშია კალიფორნიაში და მეორე დღესვე იღებს ავტობუსის ბილეთს, ჯდება ავტობუსზე და მიემართება ვალიეხოში. 42 წლის დეკემბერში, 18 წლის ელიზაბეტი მამასთან ჩადის, მათი ურთიერთობა ვერ ეწყობა. რამდენიმე კვირა ცხოვრობს ხოლმე მამასთან, შემდეგ იგი მამას ართმევს ფულს და გადადის ცალკე საცხოვრებლად. ვალიეხო, როგორც გითხარით, ჰოლივუდიდან ერთი ხელის გაწვენაზეა, რომელზე ფიქრიც ჩვენს ელიზაბეტს არასვენებს, ერთი წამიტაც არ წყვეტს მასზე ფიქრს და 18 წლის ასაკში ის მართლა ძალიან ეფექტურად გამოიყურება. მას აქვს ძალიან დიდი ცისფერი თვალები და შეუსაბამოდ თეთრი კანი და ასევე შეუსაბამოდ ძალიან მუქი კუნაპეტი შავი თმა. ელიზაბეტი საკმაოდ მოქნილი ტიპია. მას იმდენი რამ აქვს უკვე წაკითხული აი ბიბლიოთეკებში ლიტერატურიდან, რომ იგი ძალიან ადვილად, მამასაც ნიჭი სჭირდება, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად თხზავს სხვადასხვა ისტორიებს, რომლებსაც თავის თავზე ირგებს. და ამით ზოგჯერ თავს აცოდებს მამაკაცებს, იმის და მიხედვით ძალიან კარგი ფსიქოლოგიც არის. ანუ თქვა მამაკაცმა გაიცნო იგი და სადღაც დაპატიჟა, იგი იწყებს მოყოლას იმის მიხედვით, იმ სიტუაციის მიხედვით, თუ რა ტიპი არის ეს მამაკაცი, ჯერ გაიგებს მასზე რაღაცებს და იმის მიხედვით უყვება ან სევდიან ისტორიებს, ან პირიქით ჰეროიკულ ისტორიებს, რომლებიც თვითონ მას გადახდა თავს და ამას ისეთი მსახიობური ნიჭით აკეთებს, რომ ამას მისი პარტნიორები იჯერებენ და ძალიან ხშირად ეს ასეთი ისტორიები მთავრდება ფულადი ანაზღაურებით, კარგი სადილით, ფეშენებელურ რესტორანში, კარგი გასეირნებით იახტაზე და ასე შემდეგ. მაგრამ თავის მხრივ ელიზაბეტი მაინც ეძებს ადამიანს, რომელზედაც მას შეეძლება, რომ დაეყდნოს და იყოს მასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში. ასეთი ადამიანი გამოჩნდება, ეს გახლავთ მეტიუ გორდონი, რომელიც საჰაერო სამხედრო ძალების მაიორია, ფრინავია, მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი, გორდონს საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვს, მას ემუქრება ჭალებში დაწინაურება, კიდევ უფრო მეტი ხელფასი, კიდევ უფრო დაფასება და ეხლა ქალიშვილიც თუ მისი მეუღლეც თუ თქვა ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდათ, ლათ არ დაყებს მათ ბედს ძაღლი და ისინი ხელს აწერენ. ხელის მოწერიდან მეორე დღეს გორდონს იძახებენ ინდოეთში, ორკვირიან მივლინებაში, გორდონი მიფრინავს
და ერთ კვირაში ელიზაბეტის კარზე ვიღაც აკაკუნებს, ელიზაბეტი აღებს და იქ სამხედრო პირი დგას. სამხედრო პირი, რომელიც მას კონვერტს გადასცემს. კონვერტს გახსნის ელიზაბეტი და იქვე ჩაიკეცება. აღმოჩნდება, რომ მაიორი მეტიუ გორდონი ინდოეთში ერთ-ერთი თვითმფრინავის გამოცდის დროს იღუპება. ასე რომ მისი ცხოვრებიდან კვლავ მიდის ადამიანი, რომელზეც დაყრდნობა გადაწყვიტა ქალიშვილმა. ბეთის მეწუს სიკვდილი რაღაცას გადაურთავს თავში და მას გადააქცევს გზების მოჩვენებად. იგი დაჯდება ავტობუსზე, რაც აქვს დანაზოგი ფული, მთლიანად ჩაიდებს ჯიბეში, დაჯდება ავტობუსზე და კალიფორნიიდან მიდის ჩიკაგოში, ჩიკაგოდან გადადის ალასკაზე, ალასკადან ბრუნდება ფლორიდაში, ფლორიდიდან ნიუ-იორკში, ნიუ-იორკიდან ბოსტონში, მოკლედ დადის, აი გახსოვთ ალბათ ფორესტ გამპი ხო, რომ დარბის და უამრავი ხალხი მიყვება, ელიზაბეტს არავინ არ დაყვება, მაგრამ როგორ ჩანს, აი ამ გადაადგილებებით, მუდმივი გადაადგილებებით იგი ცდილობს რაღაცნაირად გამოვიდეს მდგომარეობიდან. და მართლაც გამოდის მდგომარეობიდან, იგი საბოლოოდ უბრუნდება მაინც კალიფორნიას, უბრუნდება $20 და იმედით, რომ მისი ცხოვრება ამის მერე მაინც ნორმალურად წავა. სხვაშორის იგი ამ ერთი შეხედვით უაზრო მოგზაურობის დროს კიდევ უფრო ხვეწავს თავის ისტორიების მოყოლის ხელოვნებას, მან უკვე გადასარევად იცის, რომ ამა თუ იმ მამაკაცთან ურთიერთობისას ესა თუ ის ისტორია რითი დამთავრდება და მისი სილამაზე და შეზავებულია ესეთ ამბებთან, ასაფეთქებელი ნაკრებივით არის, დინამიტივით არის. 1946 წლის 12 ივლისს ელიზაბეთ შორტსი, როგორც გითხარით, ავტობუსიდან ჩამოდის ჰოლივუდ ბულვარდთან და მას ჯიბეში $20 უდევს. იქვე ახლოს სახლდება ერთ-ერთი ღამის ბარის უკანა ეზოში და რა თქმა უნდა მისი ფანჯრებიდან კარგად ჩანან ის ლამაზად ჩაცმული მამაკაცები და გოგონები, რომლებიც აი ამ ღამის კლუბში შედიან და გამოდიან. დღის განმავლობაში იგი კასტინგიდან კასტინგამდე, სტუდიიდან სტუდიაში დადის, მოსმენებიდან მოსმენებამდე და ამაოდ გოგონა ლამაზია, მაგრამ ისტორიების მოყოლაც მშვენივრად იცის, ციტატები ზეპირად იცის, მაგრამ რაღაც აკლია ისეთი, რითაც იგი ვერ ხიბლავს ადგილობრივ რეჟისორებს. იმ დროს სხვათაშორის ჰოლივუდში ნეპოტიზმი ყავდა, ანუ თუ ვინმე არ ყავდა მამიკო, ბევრს ვერაფერს მიაღწევდი. და როგორც წესი, ესეთი ახალბედა მსახიობები, რომლებსაც ოლიმპოს დაპყრობა უნდათ, ასეთ მამიკოებს ეძებდნენ. არ ქონდა ამას მნიშვნელობა, ასაკს არ ქონდა, არ შესახედაობას, მთავარი იყო ამ ადამიანს ქონოდა კავშირები, ქონოდა უნარი იმისა, რომ მისი საყვარელი გაეკაჩა და რომელიმე როლში ჩაესვა და შემდეგ უკვე რეჟისორები თუ შეამჩნევდნენ მას მის კარიერას უკვე ძაღლი არ დაყრებდა. ელიზაბეტს ფული ჭირდება, მამიკოს იგი ესეთ ხანგრძლივ მამიკოს ვერ პოულობს, მაგრამ სამაგიეროდ ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობისას იგი ეცნობა სხვადასხვა მამაკაცებს და უკვე ფაქტიურად გადადის იმ სტადიაში, როდესაც იგი პროსტიტუციით არის დაკავებული. ანუ მამაკაცებს საკმაოდ დიდ ფულს თხოვს ერთი ღამის გატარებაში და სხვადასხვა კლიენტები არასდროს აკლია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, იგი საკმაოდ ეფექტური, საკმაოდ ლამაზი გოგონაა და თან მით უმეტეს არ არის ცალტვინა მასთან ერთად დროის გატარება შეიძლება როგორც ესკორტის გოგონასთან ისედაც. იგი კარგად იკვებება, კარგად იცვამს, კარგად გამოიყურება და რაღაც ეტაპზე იგი ჩათვლის, რომ მთელი მისი გარდერობი უნდა იყოს შავი ფერის. ანუ საცვლებიდან დაწყებული პალტოთი დამთავრებული, მისი გარდერობის ყველა შლაპა და რა ვიცი, ფეხსაცმელები, ყველაფერი აბსოლუტურად არის კუნაპეტი შავი ფერის და სწორედ ამ დროს დაარქმევენ მას ბლეკ დალიას, ანუ შავ გეორგინას. შესაძლოა ეს სახელი იმის გამოც დაარქვეს, რომ იმ მომენტში ძალიან პოპულარული იყო ფილმი ცისფერი გეორგინა. და ალბათ ამ ფილმის ასოციაციიდან ვიღაცამ მას შავი გეორგინა დაუძახა და შერჩა ამ გოგონას ეს ზედმეტ სახელი. თან ეს სახელი რაღაც გარკვეულ მისტიურობას და თითქოს რაღაც შფოთვასაც კი ანიჭებდა მას.
1947 წლის ახალ წლის დღეებია კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში ეს დღეები ძალიან უჩვეულოდ წვიმიანი და გრილი გამოდგა და ამ დროს ემთხვევა ელიზაბეთის ფინანსური კრიზისი. სან-დიეგოში მცხოვრები მისი მეგობრები ყვებიან, რომ ელიზაბეთს კაპიკი აღარ აქვს, ერთბაშად დაკარგა მთელი ფული, რაც კი მას ჰქონდა, არის ძალიან შეშინებული, მუდმივად უკან იყურება თითქოს და აი 1947 წლის 9 იანვარი. ახალწლების დღესასწაულები გადასულია, ყველა ისვენებს მასიური სმებისგან და კარგი დროს ტარებისგან. რობერტ რედმენლი, რომელიც ელიზაბეთის მეგობარია, უბრალოდ მეგობარი, მისი სამეგობრო წრიდან არის, მას მანქანა ყავს და იგი სან-დიეგოდან წამოიყვანს ელიზაბეთს ლოს-ანჯელესში და სასტუმრო ბილტმორთან ჩამოსვამს. ბეტისთან პატარა ჩემოდანი აქვს, იგი რობერტს შეპირდება, რომ საღამოს დაუკავშირდება და დაემშვიდობება. მენლი თვალს გაადევნებს მაინც ბოლომდე, სანამ არ შევა ბეტი ბილტმორში და ამის მერე ბეტი ქრება. ელიზაბეთის შესახებ, როგორც შემდეგ უკვე გამომძიებლები დაადგენენ, სარეგისტრაციო წიგნში არაფერი წერია. არც რობერტს და არც მის მეგობრებს სან-დიეგოში იგი არ დაურეკავს, რა თქმა უნდა, რობერტს არც შეხვდება და ისინი არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ მის შესახებ. ასევე არავინ იცის მისი თაყვანისმცემლებიდან მისი ასავალ-დასავალი. 6 დღე გადის, ეს 6 დღე სრული სიბნელეა და სინათლის სხივი, თუ კი ამას შეიძლება სინათლის სხივი დავარქვათ, ჩნდება 15 იანვარს. იმ დღეს უჩვეულო სიცივეა, დილა ადრიანია, მაგრამ და უჩვეულო ცივა თბილ კალიფორნიაში. დონა ბერსინგერი თავისი 3 წლის გოგონასთან ერთად ნორტონ ავენიუთი სამხრეთით მდებარე ლამერე პარკისკენ მიემართება. 39 ქუჩასა და კოლიზეუმ სტრიტს შორის არის ცარიელი ადგილი. მასზე სახლი უნდა აშენდეს. აქ ადგილები ძალიან ძვირი ღირს და მტაცეობა, ეს არის ერთ-ერთი პრესტიჟული რაიონი, რომელიც ვითარდება და აქ ცხოვრობს მდიდარი საშუალო კლასი. თვითონ ეს ცარიელი ადგილი 3 სახლით არის შემოსაზღვრული, სახლების ფანჯრები ამ ადგილას გამოდის და ბეტის ხშირად დაყავს. ბეტი ქვია სხვადასხვა ბედის ირონიით ამ ქალსაც, თავისი შვილი ამ გზით პარკში და ყველა შემაღლება და პატარა კენჭიც კი იცის სად რადებს და ამიტომ შორიდანვე შეამჩნევს, რომ სარეველები ამოსული, აი სარეველებში რაღაცა თეთრი დევს. თანდათან როდესაც უახლოვდება, იგი ჩათვლის, რომ რაღაც მანეკენიაო, იმიტომ რომ იქვე მაღაზია ტანსაცმლის ახლო-მახლოში. და როგორც ჩანს, მანეკენი გაუტყდათ და გადააგდეს, რომ მით უმეტეს ეს ადამიანს გავდა ეს, რაცაც ის იხედავდა შორიდან. მაგრამ უჩვეულო თეთრი ფერის იყო, აი როგორც ფაიფური ისეთი იყო, შემდეგ ამბობს. ბეტი ნელ-ნელა უახლოვდება ამ საგანს და ისეთ რამეს ხედავს, რომელიც მას მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება, ხოლო კივილი არ დაავიწყდება 3 წლის მის გოგონას, რომელიც შემდეგ, როდესაც დიდი არის, ამბობს, რომ მე დღემდე მახსოვს და ასეთი ხმა მე ცხოვრებაში მას შემდეგ აღარ გამიგიაო. ბეტი გავარდება და უახლოეს სახლთან ატეხავს ბრახუნს, გაუღებენ მას კარს, იგი როგორც გიჟი შეშევარდება ოთახში, არც ითხოვს სად არის ტელეფონი, მივარდება კედელთან, სადაც ტელეფონი კიდია, დარეკავს პოლიციაში და ძლივს გააგებინებს პოლიციას თუ სად რა და როგორ ნახა. სანახაობა კი მართლაც შემაძრწუნებელია არა მხოლოდ ბეტისთვის, არამედ მრავლის მნახველი ჟურნალისტებისთვისაც კი. რატო ჟურნალისტებისთვის და არა პოლიციელებისთვის? საქმე იმაშია, რომ ლოს-ანჯელესი საკმაოდ კრიმინალური ქალაქია, საკმაოდ სკანდალებით ცნობილი ქალაქია, ამიტომ არალეგალურად, რა თქმა უნდა, წამყვან ჟურნალისტებს მუდმივი კავშირი აქვთ, ანუ ისინი სხედან საპოლიციო ტალღაზე და უსმენენ ყველა საუბარს. როგორც კი გაიგებენ, რომ რაღაცა საშინელება ხდება აი ამ კოლიზეუმ ავენიუზე, პირველები გავარდებიან და 15 წუთით ადრე მივლენ ვიდრე პოლიცია. ისინი გადაჯეგავენ იქაურობას, იღებენ ყველა პოზიდან ფოტოებს, აჩხაკუნებენ ამ თავის ბლიცებს, წვანან მიწაზე ხან იქედან იღებენ, ხან აქედან იღებენ, გადასაღები კი მართლაც არის გაზონზე წევს შუაზე გადაჭრილი
გოგონას სხეული, დევს უფრო. ზედა ნაწილი და ქვედა ნაწილი მისი არის 12 გრადუსით ერთმანეთთან აი ესე მიდებული, თუმცა ბოლომდეა გაჭრილი. ხელები გოგონას ზემოთ აქვს აწეული, ხოლო ფეხები მაქსიმალურად აქვს გაწეული, ლათინური V-ASO-ს მსგავსად, თითქოს ამით მცხედარს შეურაცხყოფას აყენებენ. ვიღაცამ სპეციალურად განალაგა მცხედარი ისე და ისეთი ფორმა მიცა მას, რომ თითქოს სპეციალურად რაღაც არტ ინსტალაცია უნდა ყოფილიყო და თითქოს ყველს სურდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური შთაბეჭდილება მოეხდინა ამ ყველაფერს მნახველზე. როგორც გითხარით, ჟურნალისტებმა მიასრეს მისვლა პოლიციას და ყველა წერტილიდან შესაძლებელი და შეუძლებელი წერტილიდან გადაუღეს ფოტოები შავ გეორგინას. თქვენ უკვე მიხვდით, რომ ეს ელიზაბეთ შორცია. ჰარი ჰანსენი დაინიშნა მთავარ დეტექტივად და მან თავის და გულის გასახეთქად აღმოაჩინა, რომ ჟურნალისტების კვლელობის ადგილი სრულიად მოესპოთ. ანუ თუ კი რამე სამხილი იყო იქ დარჩენილი, უკვე ყველაფერი განადგურებული იქნებოდა. ჰანსენს არაფერი დარჩენოდა, რომ გაეცა ბრძანება, კიდე თუ ვინმე გამოჩნდება ჟურნალისტი, ეგრევე დაეკავებინათ, დაეჭირათ, მაგრამ საქმე უკვე შეუცვლად იყო გაფუჭებული, სწორედ ასეთი საქმეების შემდეგ მუშავდება და იხვეწება სხვაჟოც პროტოკოლები, თუ როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტები, აი ესეთ შემთხვევაში და ესეთ შეცდომებზე სწავლობენ მომავალში უკვე დანაშაულის შესწავლის სხვადასხვა მეთოდებს. მიუხედავად ასეთი ვანდალიზმისა ჟურნალისტების მხრიდან, ჰანსენმა მაინც შეძლო ისეთი დეტალების დაჭერა, რომელმაც საზარელი დანაშაული თითქმის შეუძლებელთა კატეგორიაში გადაიყვანა. კვეთა შესრულებული იყო ეგრეთ წოდებული ჰემიკორპორექტომიის მეთოდის გამოყენებით. ჰემიკორპორექტომია გახლავთ მეთოდი, რომელსაც იყენებენ ხოლმე ან ძალიან მძიმე ტრავმების დროს, როდესაც აუცილებელი ხდება ჭიპის დონეზე მოცილება ადამიანისთვის ქვედა ნაწილის, ან სიმსივნური დაავადებების დროს, ახლა მე მგონი უკვე ამ მეთოდს აღარ იყენებენ, მაგრამ იმ პერიოდში იყო რამდენიმე ქირურგი, რომელიც ამ ტექნიკას ფლობდა. დამატებითი დაზიანებები, როდესაც შეისწავლეს, ნახეს, რომ ჰემიკორპორექტომიის გარდა, რომელიც ძალიან ზუსტი და ფაქიზი ოპერაციაა, მკვლელი ასევე ზოგჯერ გამოდიოდა როგორც ჩანს მდგომარეობიდან, ვარდებოდა ექსტაზში და უკვე უაზრო ჭრილობებს აყენებდა მცხედარს. კიდევ ერთი საზარელი რამ ეს გახლდათ ის, რომ გოგონას ყურიდან ყურამდე ჩაჭრილი ჰქონდა კანი. ეს ეგრეთ წოდებული გლაზგოს ღიმილი, რომელიც მართლა ამაშინელი სანახაობაა, როდესაც ეს ადამიანი ესეთ მუდმივად გაღიმებული რჩება. და კიდევ ერთი მცხედარი თითქოს გაეწურად. არც ერთ არც ზედა და არც ქვედა ნაწილში კორპუსის არც ერთი სისხლის ზარღვი არ იყო სავსე კი არა, შინით ნატამალიც კი არ იყო სისხლის. ამიტომაც იყო ისედაც ეთრი გოგონა იყო ელიზაბეტი, მაგრამ თლად აი ესეთი გამოწურული და შემდეგ როგორც აღმოჩნდა კიდევ ქლორის ხსნარში დამუშავებული სხეული აბსოლუტურად არც ერთ წვეთ სისხლს არ შეიცავდა. ქალიშვილი მოკლულია სხვა ადგილას, არის სპეციალური ინსტრუმენტებით დამუშავებული, სპეციალურ ხსნარში დამუშავებული, რათა არ დარჩენილიყო არანაირი არათუ თითის ანაბეჭდი, დნმ-ის კვალიც კი, მაგრამ დნმ-ზე 46 წელს, რა თქმა უნდა, არავის წარმოდგენა არ აქვს და შეიძლება ითქვას, მკვლელმა თითქოს წინ გაიხედა, იწინასწარმეტყველა, რომ შესაძლოა თუ რაღაცა მასალები დარჩებოდა, ბიოლოგიური მასალები ცხედრიდან, შესაძლოა მომავალ 10 წლეულებში რაღაც მეთოდი გამოჩნდებოდა, რომელიც დაადგენდა მის ვინაობას. ამიტომ ესეც კი გააკრო. ასევე უცნაური იყო ის, რომ მკვლელმა თუ მკვლელებმა გეორგინასგან აი მუჩეულო კომპოზიციის შექმნა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. პლუს თქვენ გაითვალისწინეთ, რომ გოგონა 62 კილოგრამის იწონი და არც ისე მჩატეა, ну კარგით, ეს გამოდენილი და ეს ალბათ რაღაც ერთი მესამედით ნაკლებს იწონიდან 1/4, მაგრამ მაინც ეს
გვამია, ცხედარია, რომელიც ყოველთვის უფრო მძიმე გეჩვენება ადამიანს, ვიდრე ცოცხალი ადამიანი. მოიტანა ასეთ ადგილას, რომელიც საკმაოდ ხალხმრავალია, საიდკენაც იყურება 3 სახლის ფანჯრები, შექმნა მისგან კომპოზიცია და აი ესე ჩვეულებრივად იმ ადგილს გაეცალა. ანუ უგულველყო ყველანაირი საფრთხე, რომელიც მას შესაძლოა დახვედროდა ამ ადგილას. 11 საათსა და 30 წუთზე დეტექტივმა ჰანსენმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა სხვა შორის ცხედრების და ზოგადად ადამიანების ვინაობის დადგენის პროცედურა. მან გადაიღო თითის ანაბეჭდები ქალიშვილის და ახლად გამოგონებული ფაქსის, მაშინ ტელექსი იყო, თუ არ ვცდები, იმის საშუალებით გადააგზავნა გამოძიების ფედერალურ ბიუროში იმ იმედით, რომ შესაძლოა მათ კატალოგში ყოფილიყო ეს ანაბეჭდები. როგორც წესი, ეს კატალოგი უკვე შექმნილი იყო მას შემდეგ, რაც დაქტილოსკოპიამ, ანუ თითების ანაბეჭდების მეცნიერებამ დაადგინა, რომ ყველა ადამიანს აქვს უნიკალური თითის ანაბეჭდები და ამის საშუალებით შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ამოიცნო, იქნებოდა კარტოტეკები პოლიციებში. ძირითადად ეს კარტოტეკები იქნებოდა დამნაშავეებზე. ანუ თუ რაღაცას დააშავებდნენ, შენ აგიღებდნენ ხელის და თითის ანაბეჭდებს და ეს მუდმივად რჩებოდა აქ. და ჰოის აუცრებო. დამნაშავეების სიაში, ანუ თითის ანაბეჭდების სიაში აღმოჩნდა ელიზაბეთ შორცის თითის ანაბეჭდები და ასე დადგინდა მისი ვინაობა. რა დანაშაული მიუძღოდა მას და რატომ იყო პოლიციაში მისი თითის ანაბეჭდები, იმიტომ რომ 17 წლის ასაკში იგი კალიფორნიაში ერთ-ერთ პარკში ალკოჰოლის მისას დააკავეს და მოგეხსენებათ იქ საკმაოდ კაცრად არა, მაგრამ ისჯება ადმინისტრაციული სასჯელი ეკისრება ადამიანს, რომელსაც არ აქვს სრულწლოვანება მიღწეული და ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ აი პრაქტიკაში დადგინდა უკვე, რომ აი ესეთი ბაზების შექმნა აუცილებელია პოლიციისთვის და დღეს მოგეხსენებათ მე თუ მკითხავთ ნებისმიერი ადამიანის თითის ანაბეჭდი უნდა ინახებოდეს პოლიციაში, ეხლა არის ელექტრონული ბაზები, მით უმეტეს დღეს უკვე ლუპით აღარ ეძებენ ეს ხაზი დაემთხვა, ეს პაპილარული ხაზი იმისას თუ არ დაემთხვა, პირდაპირ მანქანა საზღვრავს დამთხევას ამა თუ იმ თითის ანაბეჭდისა. ეხლა გაადვილებულია და მილიონობით ადამიანის თითის ანაბეჭდი და მონაცემი ინახება აი ესეთ ელექტრონულ ბაზებში. რა დაადგინა ჰანსენმა, რომ და ზოგადად ჯგუფმა, გამომძიებელთა ჯგუფმა, ესეთი პორტრეტი შექმნა, პროფაილი შექმნა მკვლელისა, რომ მკვლელი არის ზედმეტად ფრთხილი, ძალიან პროფესიონალი თავისი საქმეს, ფიზიკურად ძლიერი, მსხვერპლისთვის არც თუ ისე უცხო პიროვნება და ასევე ადამიანი, რომელიც მიდრეკილი არის ხელოვნებისადმი ან რაღაც ეპატაჟისადმი. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში იგი არ გარისკავდა და ასეთ კომპოზიციას არ ააწყობდა გარდაცვლილი ადამიანისგან, მით უმეტეს რომ კალიფორნიაში იმ დროს სიკვდილით დასჯა იყო ადამიანის მკვლელობაზე. ასე დამგვარად ლოს-ანჯელესის დეტექტივები გადააწყდნენ დანაშაულს, რომელსაც ბადალი არ ყავდა, მსგავსი აქამდე არაფერი ენახათ და პირველი და უმთავრესი კითხვა იყო, სად იყო, დღემდე რჩება ეს კითხვა, სად იყო ის 6 დღე შავი გეორგინა? ის 6 დღე, რომელიც მათი თვალსაჩინარიდან, მეგობრების და ახლობლების თვალსაჩინარიდან არის ამოვარდნილი. რა მოხდა მას შემდეგ, რაც გეორგინამ ბილტმორის კარი გაიხურა და ვესტიბიულში გაუჩინარდა. დეტექტივებმა რა თქმა უნდა სასტუმროს მიაშურეს, სასტუმროში მათ იპოვეს თვითმხილველები, რომლებმაც თქვეს, რომ კი ეს გოგონა იმდენად ეფექტურად იყო ჩაცმული და ისე კარგად გამოიყურებოდა, შევამჩნიეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ გაიხსენათ, შეხვდა თუ არა ის ვინმეს, თუ იგი ნომერში ავიდა ვინმესთან, ეს ყოველ შემთხვევაში ეს სარეგისტრაციო წიგნში გატარებული არ არის. ბილტმორის ის სასტუმრო პარალელურად ფულს აკეთებდა, როგორც ჩანს, მეძავების მომსახურებაზეც. მე დამავიწყდა მეთქვა, რომ ბეტის ხელებზე და წვივებზე ემჩნეოდა თოკის კვალი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი თავისი ნების წინააღმდეგ ყავდა სადღაც დაკავებული. მაგრამ
სხეულზე დაზიანებები ან ბრძოლის კვალი არ აღინიშნებოდა. ეს იმასაც მიანიშნებდა, რომ შეიძლება ბეტის ნარკოტიკებით აბრუებდნენ. ხა ნარკოტიკების არსებობას მის ორგანიზმში ვერაფრით ვერ დაადგენდნენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სისხლი ორგანიზმში არ იყო, მაგრამ და არც ისეთი მეთოდები იყო მაშინ, ისე არ იყო დახვეწილი ნარკოტიკების პოვნის მეთოდები ორგანიზმში, როგორც დღეს არის. კითხვებს ემატებოდა, რატომ ცვლიდა კითხვა, როდის, სად ცვლიდა კითხვა, როგორ და ასე შემდეგ. უსაძღრესი მომენტი ამ ისტორიისა ერთ-ერთი ისეთი ძალიან ცუდი მომენტი გახლავთ ის, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტის თუ ადამიანის მაგვარმა არსებამ დაურეკა ფიბის, ანუ ელიზაბეტის დედას და უთხრა, რომ თქვენმა ქალიშვილმა მოიგო სილამაზის კონკურსი და ჩვენო გვაინტერესებს მაქსიმალურად ყველა ის ამბავი, რაც მას ეხებაო და დააფქვევიდან საწყალ გახარებულ ქალს ყველაფერი ეს და უკვე როდესაც ემშვიდობებოდა, უთხრა, რომ არაფერი სილამაზის კონკურსი არ გაუმარჯვია, ეგერ შუაზე გადაჭრილი კალიფორნიის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პროექტურაში დევსო. ამერიკა თითქოს ჭკუიდან შეიშალა, მთავარი გაზეთები პირველივე გვერდებზე ათავსებენ ელიზაბეტის ფოტოებს, რადიო სადგურები წყვეტენ ხოლმე გადაცემებს და რაღაც ახალ ამბებს იტყობინებიან, რომ ეს გარღვევა მოხდა იქ, ეს მოხდა იქ, ის დაკითხეს, ეს ქნეს და ფაქტიურად ბედის ირონიით ელიზაბეთ შორცი, რომელსაც პოპულარობა სურდა, მან მართლაც მოიპოვა პოპულარობა, ყმას ყველა იცნობს და ყველასთვის ახლობლად იქცა. მაგრამ ეს მან ვერც კი გაიგო. 1947 წლის 16 იანვარს ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა კლემენს ჰარმა ათობით მაღალჩინოსნის და რეპორტიორის თანდასწრებით გამოაცხადა, რომ მერია ყველანაირ დანახარჯზე წავიდო და თვითპოლიციელებიც კი ნებისმიერ საქმეს გვერდზე გადადებდნენ, რომ კვლელი დაეკავებინათ. და ეს ძალიან მალე მოხდებოდა. თვის ბოლოსკენ უკვე 754 დეტექტივი მუშაობდა მხოლოდ შავი გეორგინას საქმეზე. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხები იხარჯება. გადის 6 თვე და უშედეგო გამოძიებას მხოლოდ ერთი შედეგი მოაქვს, ის რომ პოლიციის შეფი კლემენს ჰარი თანამდებობას ტოვებს. პარალელურად ხდება უცნაური რამ. პოლიციის საწყობიდან იქ სადაც სამხილები ინახება, ნელ-ნელა იკარგება ელიზაბეტთან დაკავშირებული ნივთები. სხვადასხვა ერთადერთი ქუსლის ანაბეჭდი, რომელიც არ ეკუთვნოდა არავის, მამაკაცის ქუსლის ანაბეჭდი იყო ფეხსაცმლის და მისგან ყალიბი იყო აღებული, FBI-ში გააგზავნეს და გზაში დაიკარგა. თითქოს რაღაცა ძალა ეწინააღმდეგებოდა ამ გოგონას საქმის გამოძიებას. დავბრუნდეთ უკან 1947 წლის 16 იანვარს, აი მაშინ, როდესაც პოლიციის შეფმა კლემენს ჰარმა გამოაცხადა, რომ მე ძალიან ცოტა ხანში გამოვიძიებ ამ საქმესო. ანუ ცხედრის აღმოჩენიდან მეორე დღეს ლოს-ანჯელესის გაზეთის, მთავარი რედაქტორის ჯეიმს რიჩარდსონის ოთახში ტელეფონის ზარი ისმის. მეორე მხარეს მამაკაცის ხმამ განაცხადა, მე ვარ ის, რომელმაც შავი გეორგინა მოკლა. მე მინდა ჩაგბარდეთ, მე აღარ მინდა გავაგრძელო მკვლელობები. არა პოლიციას, მე მინდა პირადად თქვენ ჩაგბარდეთ. ყველაფერი ჩვენ შორის უნდა დარჩეს, სანამ შევხვდებით. ჯეიმსმა კითხა, სად შევხვდეთ? მალე დაგიკავშირდებით, დაელოდეთ ამანათს. იყო იქედან პასუხი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. მთავარმა რედაქტორმა შეკრიბა თავისი კორესპონდენტები და უთხრა, რომ აი ესეთი მდგომარეობაა. მოკლედ ეს კაცი დამიკავშირდა, ჩვენ ალბათ მალე შევხვდებით ერთმანეთს და ხმა კრინტი არავისთან არ დაძრათო. ეს იყო პირდაპირ მინიშნება იმისათვის, რომ დაძარით რაც გინდათ ისკენით, სენსაციად გამოაქვეყნეთ, ვინმეს მიყიდეთ ეს ისა, ოღონდ გაზეთმა იხეიროს. რამდენიმე საათში უკვე გამოდის გაზეთები, რომელთა პირველი გვერდები აჭრელებული არის ამ ცნობით. გადის კიდევ რამდენიმე დღე და ეს კაცი კვლავ რეკავს და ეუბნება, რომ თქვენ მე მომატყუეთ, თქვენ არ შეგიძლიათ საიდუმლო შენახვა და ამიტომ მე გიგზავნით თქვენ საიდუმლო ამანათს. 24 იანვარს 13 საათსა და 32 წუთზე დაფიქსირებული ეს ამერიკის საფოსტო სამსახურის თანამშრომელი ლოს-ანჯელესის ტერმინალში ყურადღებას აქცევს ძალიან უცნაურ ყუთს, რომელზეც ჟურნალიდან ამოჭრილი ასოებით არის დაწერილი სიტყვები. ამანათში დევს ელიზაბეტის სოციალური მომსახურების ბარათი, სადაზღვევო ბარათი, მისი დაბადების მოწმობა, ფოტოები და ვინმე მარკის სატელეფონო ჩანაწერების წიგნაკი. ეს მარკი გახლავთ კლუბ ფლორენტინ გარდენის მფლობელი.
სადაც საკმაოდ ბნელი ამბები ტრიალებს. იქ მაფიოზებიც იკრიბებიან, იქ ყვავის პროსტიტუცია, ყვავის ნარკოტიკების გაყიდვა, გამოყიდვა. ყველა ნივთს ազდის მძაფრი ნავთის სუნი. ნავთის, იმიტომ რომ ნავთის პოპს, როგორც თითის ანაბეჭდებს, ასევე ბიოლოგიურ მასალას. ანუ კვლავ განსაზღვრული აქვს მკვლელს, რომ მისი არანაირი კვალი არ უნდა დარჩეს. თუმცა ერთ-ერთ ადგილას მაინც იპოვნიან ორ ფრაგმენტს თითების ანაბეჭდებისა, გადაუღებენ მას ფოტოებს, გადაუღებენ როგორც კეთდებოდა მაშინ და ნეგატივსაც კი გააგზავნიან FBI-ში და ფოტოების და ნეგატივის გზაში იკარგება. თებერვლის ბოლოსკენ შავი გეორგინას მკვლელობას უკვე ათეულობით მკვლელი აღიარებს. ეს მოგეხსენებათ ასე ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც ისტერია იწყება და ძალიან გახმაურებულია მკვლელობა, ბევრი გიჟი ჩაერთვება ხოლმე საერთო ფერხულში, ესენი არიან უსაქმური მოზარდები, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, ფსიქიურად დაავადებული ადამიანები, ციხეებში მსხდომი ადამიანები, რომლებსაც უკვე წლებია სხედან უკვე, მაგრამ მაინც ამას ამტკიცებენ. ფაქტიურად ეს არის ბოტების შემოტევა, როგორც თქვათ რაღაც კომპიუტერული საიტის, ინტერნეტ საიტის ჩამოქცევა უნდა, უამრავ ბოტს შეუსევენ ხოლმე მას, უამრავ ამას ვეღარ ამუშავებს, ვეღარ ერევა საიტი და წვება, დაახლოებით იგივეს უკეთებენ საგამოძიებო სამსახურს. ესე იგი, უამრავი დეგენერატი რეკავს, წერს, მიდის და აღიარებს, რომ მე მოვკალი და ყველა ეს შემთხვევა უნდა გამოიძიო, ხო? მაგრამ არა თქვა თუნდაც ერთ დღეში გამოიძიო, თუნდაც ნახევარ საათში, ხო? ამაზე დრო იკარგება, ადამიანების რესურსი იკარგება. მარტის ბოლოს პოლიციაში მიდის სქელი პაკეტი, რომელშიც 17 თაბახის ფურცელზე დაწვრილებით არის აღწერილი ყველა ის პროცედურა მკვლელობის, რომელიც ამ გოგონას ჩაუტარდა. ყველაფერი აი აბსოლუტურად ისეთნაირად არის, თითქოს ადამიანი მართლაც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. და ასეთი გახლავთ ნიუ-იორკის ციხეში მჯდომი დენიელ ვერჰიზი, რომელსაც მიადგებიან და აღმოჩნდება, რომ იგი უკვე 5 წელია ზის ციხეში, მას გასვლის ასეთ გავიდა ვიღაცა მოკლა და არტი მოაწყო და უკან დაბრუნდა, ამის საშუალება ნამდვილად არ ქონია და შემდეგ იგი გამოწყდება, რომ უბრალოდ ძალიან კარგადო ეს შემიპყრო მე ამ ამბავმაო და ძალიან კარგად შევისწავლე თითქმის ყველა გაზეთს ვკითხულობდი, ყველა იმას და ღამღამობით ყველა ამაზე ვფიქრობდი და აი ესეთი რაღაცა საბოლოო თავში ასეთი რამე მომეხარშაო და სხვათა შორის იმდენად კარგად ქონდა ვერჰის ეს ყველაფერი აღწერილი, რომ პოლიციელებმა რაც შეადგინეს ეს სამხილების და ყველაფერი აი იმის მიხედვით რაც მათ იპოვეს და შემდეგ დასკვნები გამოიტანეს, იმადზე გაცილებით უკეთესი იყო და ამიტომ იგი საქმეში ჩააკერეს. ეს ძალიან უცნაური რამ მოხდა პოლიციის ისტორიაში. წლის ბოლოსთვის ასეთი ცრუ აღიარებები დაახლოებით 500-ზე მეტი დაგროვდა და ამით ყველა წარსული და მომავალი რეკორდი მოხსნა სხვათა შორის ამ ამბავმა. პარალელურად იმისა, რომ უამრავი დეტექტივი ფუჭად მუშაობს ცრუ აღიარებებზე, ჰანსენმა, ანუ მთავარმა დეტექტივმა, ყველა მოქმედი და სტუდენტი ქირურგის საიდუმლო შემოწმების ოპერაცია დაიწყო. ანუ ყველა იმ ადამიანის, რომელსაც პოტენციურად შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. შესწავლილი იქნა ყველა საოპერაციო, ყველა ქირურგიული განყოფილება, ყველა ქირურგიული კათედრა, შედგა საეჭვო ექიმების და ადამიანების პროფაილები, დაიკითხა 400-ზე მეტი ქირურგი, ოღონდ ისეთნაირად, რომ თლად ამასთან კავშირში არ ყოფილიყო, შესწავლილი იქნა ყველაფერი აბსოლუტურად, რაც კი ქირურგებს და ქირურგიას უკავშირდებოდა, ჰანსენმა მართლაც გიგანტური საქმე სამუშაო ჩაატარა. ჰემიკორპორექტომია მხოლოდ მაშინ ტარდება, როგორც გითხარით, როდესაც ადამიანს ან შეუსაბამო სიცოცხლესთან შეუსაბამო ტრავმა აქვს, ქვედა ნაწილის, პაციენტი რომ ამ მძიმესი ოპერაციის შემდეგ გადარჩეს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. და ასეთი რამ მხოლოდ რამდენიმე ქირურგი ფლობს მთელი კალიფორნიის მასშტაბით. გამომძებლებმა ყველა მათგანი აიყვანეს სპეციალურ კონტროლზე და საიდუმლო გამოძიება დაიწყეს. პირველ რიგში დასადგენი იყო თუ სად იმყოფებოდნენ ეს ქირურგები, ეს ეჭვმიტანილები, დაახლოებით 5 თუ 6 ადამიანია მსგავსი
სად იმყოფებოდნენ 9-დან 15 იანვრამდე. ჰენსენი გამორიცხვის წესით თანდათან ამცირებს ქირურგების, ეჭვმიტანილ ქირურგების რიცხვს და ასევე იგი ქირურგებისგან იგებს, რომ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი მკვლელი ძალიან კარგად ფლობდა ჰემი კორპორექტომიის საწყისებს და იცოდა კარგად ამ ოპერაციის გაკეთება, პარალელურად იგი ძალიან კარგად ერკვეოდა სისხლძარღვებში, იმიტომ რომ მას გამოწმენდილი აქვს ყველა მთავარი სისხლძარღვი და კაპილარებშიც კი არის, კაპილარებიდანაც კი არის გამორეცხილი სისხლი. ანუ ასევე სხვა შორის შინაგან ორგანოებს მე უბრალოდ აღარ ჩავწვდი და აღარ აგიწერეთ თუ რა იყო ადგილზე შინაგანი ორგანოებისგან გაკეთებული ამას და რა ხდებოდა კუჭნაწლავში და მოკლული გოგონასი, იმდენად შემზარავი იყო რომ არ არის თქვენთვის აუცილებელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც ეს ჩაიდინა, უნდა ყოფილიყო პროფესიონალი ქირურგი. საბოლოოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლინდა 4 ეჭვმიტანილი, რომელთაც აქვთ როგორც პათანატომის, ასევე ქირურგის გამოცდილება. მათ შორის იყო ვინმე უოლტერ ბეილი. ეს იყო ლოს-ანჯელესელი ძალიან ცნობილი ქირურგი, იგი ამ ადგილიდან ახლოს ცხოვრობდა და სხვათა შორის მისი ქალიშვილი ბეტის დასთან, ვირჯინიასთან, ერთ-ერთ დასთან მეგობრობდა და ხშირად იყო ხოლმე ვირჯინია ბეილების ოჯახში სტუმრად და არ არისო გამორიცხული რომ თქვათ ბეილს ვირჯინიასთან მოეყვანა თავისი და ბეილს მოწონებოდა იგი და შემდეგ აი ეს საზარელი ამბავი ჩაეტარებინა, მაგრამ სანამ მის დაკითხვას მოასწრებდნენ, ბეილი გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ ბეილის ცოლმა განაცხადა, რომ რადგან ჩემი ქმარი იცნობდა ვირჯინიასო, ვირჯინიას კი მოუყვანია ერთხელო ბეწი ჩვენთან სახლშიო, ამის შემდეგო ჩემს ქმარსო ეს ბეწი შეუყვარდაო, სადღაცა გამოიჭირაო და მოკლაო. რატომ თქვა ქალმა ასეთი რამ გასაგებია, იმიტომ რომ იგი ცილდებოდა უკვე მის ქმარს და ქონებაზე ჰქონდათ ძალიან დიდი კამათი და სასამართლო პროცესი. ასე იყო თუ ისე, მეუღლეს მისი ქონების ხელში ჩაგდება უნდოდა მთლიანად და იმ ძიმე დაავადების ფონზე რაც ბეილის აწუხებდა, არ ამგონია რომ მას რამე ლტოლვები ქონოდა ვინმე სადმე, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, მას აღმოაჩნდა, ეხლა ზუსტად არ ვიცი რა, რაღაც დეგენერატიული ცვლილებები თავის ტვინში უმძიმესი, რომელმაც იგი მოკლა. ნომერ პირველი კიდევ იყო რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ნომერ პირველი ამ სიაში გახლდათ გენიალური ქირურგი ჯორჯ ჰოდელ უმცროსი. იგი დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ქირურგად ითვლებოდა და ასევე სრულყოფილად ფლობდა ჰემი კორპორექტომიის ურთულეს პროცედურას. იგი 40 წლის იყო, მუდმივად ტრიალებდა მაღალ საზოგადოებაში, იყო უმექალთანევესი ვინმე, ძალიან უყვარდა ქალები, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ჰყავდა. ჰოდელი ზოგადად ძალიან ექსცენტრული ტიპი იყო, იგი იყო მიდრეკილი ყოველგვარი უცნაურობისკენ, მისტიკისკენ და ეზოთერიკისკენ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ იგი ვუნდერკინდი იყო, იმიტომ რომ მისი IQ გახლდათ 186, ეს არის გენიოსების IQ-ა უკვე და ბავშვობიდან კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და სხვა შორის მას თვით რაჰმანინოვისთვისაც კი აქვს დაკრული და რაჰმანინოვს მოეწონა მისი დაკრული. და 15 წლის ასაკში ჯორჯს სრული დაფინანსებით იღებენ როგორც ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტს კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 1 წლის თავზე კი მას გარიცხავენ ძალიან ბანალური, არის რატო ბანალური, არ არის ბანალური, რექტორის ცოლი შეაცდინა. შეაცდინა იმდენად, რომ რექტორის ცოლი დაორსულდა და ბავშვიც კი გააჩინა. ამ ბავშვის ასავალ-დასავალს ისე საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ მის შესახებ არავინ იცის და რექტორმა ეს ამბავი ვერ აიტანა და ადგა და სტუდენტი, ეს შემაცდენელი სტუდენტი გარიცხა საკუთარი უნივერსიტეტიდან. ჰოდელისთვის სექსი ერთგვარ კულტად იქცა ახალგაზრდობიდანვე, იგი აბავდა ურთიერთობებს, როგორც მისი ხნის გოგონებთან, უფრო ახალგაზრდებთან, ხანში შესულ ქალებთანაც კი, ესე იგი მას გარჩევა არ ჰქონდა, თუ კი საქმე საწოლისკენ მიდიოდა.
ჯორჯი უსწავლელი არ დარჩენილა, მან წარმატებით ჩააბარა და დაამთავრა კალიფორნიის ქირურგთა უმაღლესი სკოლა 1936 წელს და 29 წლის ასაკში მან ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, მიიღო ქირურგის სერტიფიკატი და მან კერძო პრაქტიკა გახსნა. 28 წლის ასაკში მას მოყავს ულამაზესი გოგონა, ცოლად ემილია, მასთან უჩნდება ბიჭი, 2 წლის შემდეგ ტოვებს მას, მოყავს დოროტი ენტონი, ცოლად, მასთან უჩნდება გოგო თამარი, დავიმახსოვროთ ეს სახელი, დაგჭირდება და მცილდება მას, მოყავს მესამე ცოლი ისევ დოროთეა, ოღონდ ამჯერად ჰადელი, მის გვარზეა, ქალიშვილობის გვარი არ ვიცი მართალი გითხრათ და მასთან უჩნდება 4 ბიჭი. ესენია მაიკლი, ჯორჯი, ჯონი და სტივი. სტივიც დავიმახსოვროთ, ანუ სტივ ჰოდელი დავიმახსოვროთ და თამარი დავიმახსოვროთ. მეორე ცოლიდან გოგონა ყავს. გარდა კარგი ქირურგობისა, ჰოდელი უფლება ვენეროლოგიის პროფესიას. ვენეროლოგია იმ პერიოდში ძალიან ხელსაყრელი პროფესია, რატომ? იმიტომ რომ ჰოლივუდში და ზოგადად ლოს-ანჯელესში მძვინვარებს ვენერიული დაავადებები. ათაშანგი ანუ სიფილისი აქვს დაახლოებით მოსახლეობის 17-დან 18%-მდე კოლოსალური პროცენტია და ასევე კოლოსალური პროცენტს აქვს გონორეა. აი ტრიპერს რო ეძახიან. ჯორჯის პაციენტები გახლავთ საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, არტისტები და ძალიან ცოტა ხანში ჯორჯი დიდძალ თანხას აგროვებს და მისთვის ზედგამოჭრილ ძალიან უცნაურ სასახლეს ყიდულობს, რომელიც 26 წელს არის აშენებული როგორც არტ-ობიექტი და საშინელებათა ფილმების დეკორაციად გამოიყენებოდა. ამ სასახლეში არის უამრავი ტროპიკული მცენარით გამოსებული ოთახები, სადაც შეიძლება დაიკარგოს ადამიანი, მონსტრების, ყბების მსგავსი შესასვლელები, რაღაც საიდუმლო ოთახები და კიდევ ამატებს ჯორჯის საიდუმლო ოთახებს, სადაც იგი პროცედურებს ატარებს და ასევე ორ დიდ ოთახს, სადაც იგი მომავალში ორგიების მოწყობას დაიწყებს. ამ ორგიებში სხვა შორის იგი აიძულებს საკუთარ მეუღლესაც რომ მიიღოს მონაწილეობა. ანუ ტიპი არის აბსოლუტურად გასული რეალობიდან სექსის ნიადაგზე. პარალელურად იგი ცრუ დიაგნოზებსაც სვამს, როგორც აღმოჩნდება მერე მომავალში. ანუ ადამიანს შეიძლება არაფერი სჭირდეს, მაგრამ თუ კი იგი შეამჩნევს რომ ადამიანს ფული აქვს, გავლენებით სარგებლობს, იგი უნიშნავს მას მკურნალობას, თითქოს განკურნავს, მაგრამ მისი ბედი უკვე ხელში უკავია, იმიტომ რომ ხა არავის არ უნდა გაამჟღავნოს, არც მაშინ უნდა და არც დღეს უნდა და არც მომავალში ენდომება არავის რომ ასეთი დაავადება გაამჟღავნოს, ხო? საკმაოდ არასასიამოვნო მომენტია. ამიტომ ადამიანს ყოველთვის ურჩევნია რაღაც ფული გადაიხადოს და ჩუმად იყოს მისი საიდუმლო შენახული, ვიდრე სააშკარაოზე გამოვიდეს. კიდევ ერთი ბიზნეს გეგმა აწყო ჰოდელმა იმ პერიოდში ძალიან ბევრი უკანონო ბავშვი ჩნდებოდა. არასასურველი ორსულობები უამრავი იყო, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთზე გადადიოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ამერიკა გამოდის ომის კოშმარიდან, ხალხს ფული უჩნდება სურვილი, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი დაივიწყოს, რაც იმ 5 წლის განმავლობაში მან გადაიტანა და ამ ყველაფერს პოულობენ მეძავებთან, სასმელებში, ნარკოტიკებში და ასე შემდეგ ამ საშველს. ჰოდელი იწყებს აბორტების გაკეთებას. ჯორჯის გენიალური ხელები ისეთ აბორტებს აკეთებს, რომ უზადოს, მოკლედ, ერთმანეთს ასრებენ ქალები, მასთან სიარულ მისვლას, რომ არასასურველი ორსულობა შეწყვიტონ და ესეც, რა თქმა უნდა, კომპრომატების შეგროვების ერთ-ერთი წყარო ჩნდება. ლოს-ანჯელესის საპოლიციო საგამოძიებო სამსახურმა 18 კაციანი ოპერატიული ჯგუფი შექმნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უსმენს მის ტელეფონს და აკვირდება მის სახლს. 1950 წლის თებერვლიდან მარტის ჩათვლით საგამოძიებო ჯგუფმა დაამონტაჟა ასევე მოსასმენი აპარატურა და 1950 წლის 18 თებერვალს აპარატურამ დააფიქსირა ჰოდელის შემდეგი სიტყვები.
თქვათ მე მოვკალი შავი გეორგინა, მაგრამ აბა თუ ვაჟკაცები არიან დამიმტკიცონ. ისინი ჩემს დივან ქალსაც ვერ დაკითხავენ, იმიტომ რომ ისიც მკვდარია. ისინი მართალია ფიქრობენ, რომ ყველაფერი ისე სუფთად არ არის, მაგრამ მერე რა, იქნებ მე მოვკალი ჩემი მდივანი. ეს რაღაც უცნაური რახარუხის სიტყვებისა ძალიან დაეჭვებს საგამოძიებო ჯგუფს. მდივანი ქალი, რომელსაც ჰოდელი ახსენებს, გახლავთ რութ სპოლდინგი. რაღაც რუთებზე გართულება აქვს, როგორც ჩანს ამ კაცს. რომლის კვლელობაში სწორედ ჰოდელს ადანაშაულებდნენ თავის დროს. 1945 წელს 9 მაისს რუთს თითქოს ნარკოტიკების ზედოზირება მოუვიდა. ამ დროს იგი საერთოდ არ იყენებდა ნარკოტიკებს, ცხოვრებაში არ გაუსინჯავს ისინი და ჰოდელმა მანამდე არ გამოიძახა სასწრაფო, ვიდრე ქალი კომაში არ ჩავარდა. ამ დროს ჰოდელი რაღაც საბუთებს წვავდა. რუთი სამონტყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საქმე სხვაშორის მალევე დაიყურა, იმიტომ რომ სამხილი არ არსებობდა, მაგრამ მე ვსვამ აქ კითხვას, ვერ აღმოაჩინეს ეს სამხილები თუ არ აღმოაჩინეს. ფაქტია, რომ პოლიციელების პროტოკოლში წერია, რომ იმ ოთახში, სადაც რუთი იპოვეს, სადაც რუთი ცუდად მყოფი იპოვეს, იქ იყო დიდი სანაგვე ყუთი, რომელიც სავსე იყო დამწვარი ქაღალდებით და ოთახში იდგა კვამლის სუნი. ანუ ფაქტია, რომ იმდენად დარწმუნებული იყო ეს კაცი, ჯორჯი თავის და უდანაშაულ იმაში, რომ ვერავინ ხელს ვერ ახლებდა, აი ესე დემონსტრატიულად დაწვა და დატოვა კიდეც აი სამხილები ოთახში. მართლაც არც არავის ამოუღია, არც არავის უკითხავს თუ რა იწოდა ამ ნაგვის ყუთში. მოგვიანებით გაირკვა, რომ სპოლდინგი, რომელიც ჯორჯის საყვარელი იყო, ანუ მდივანი ქალი, აპირებდა იმ დოკუმენტების გამოქვეყნებას, სადაც მან გაწყვეტა და აპირა ურთიერთობის ჯორჯთან და ჯორჯმა უთხრა, რომ მე უკაპიკოდ გაგიშვებ შენ და ყველაფერ საშინელებებს ჩაგიტარებო, ამ ქალმა შეკრიბა ყველა ეს საბუთები, სადაც ტყუილი დიაგნოზები იყო დასმული, შეკრიბა ყველა ის სამხილი, რომელიც ამხელდა ჯორჯს როგორც არაკეთილსინდისიერ ექიმს და როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოქვეყნებას და ამის გამოქვეყნების ცდილობას შეეწირა იგი. ეს ფაქტები მაინც არ დაიმალა და იმ გაზეთში გამოქვეყნდა, რომელზეც ჯორჯი გავლენას ვერ ახდენდა. ამან თითქოს ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია პოლიციას, რამდენიმე ქალმა მიმართა განცხადებით, რომ ჰოდელი მათზე ძალადობდა, მაგრამ პოლიციამ საქმეები განხილვაში არ მიიღო კვლავ სამხილის არარსებობის მოტივით, თუმცა ჰოდელი მაინც გაეცალა აი ამ სიტუაციას და იგი ჩინეთში გაემგზავრა. 1947 წლის ნოემბრის ბოლოს ჰოდელი ჩამოდის ჩინეთიდან ლოს-ანჯელესში, იგი მთელ დღეებს ატარებს იმ დროისთვის ძალიან პოპულარულ და ახლაც საკმაოდ პოპულარულ მხატვართან მან რეისთან ერთად. მისი სახლის კედლები დაფარული არის მან რეის ფოტოებით და მიერ გადაღებული ფოტოებით და ნახატებით, რომლებიც ზოგიერთი მართლაც შედევრალურია. სხვაშორის მან სრულებით იზიარებს ჯორჯის მიდრეკილებას ორგიებისადმი და თვითონაც თავით გადაეშვება ამ ყველაფერში. გაუნძებლები ნახატებს და ფოტოებს შორის იპოვნიან მან რეის ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც დღემდე ძალიან პოპულარულია, მას ჰქვია სახელად მინოტავრი, გამოსახული არის მასზე ქალის შიშველი ტორსი, აწეული ხელებით, ზუსტად ისე, როგორც ეს შავ დარლიას, ანუ შავ გეორგინას ჰქონდა სიკვდილის მომენტში. 1951 წლის 2 ოქტომბერს დიდი ჟიურისადმი წარდგენილ წერილში ლეიტენანტი ფრენკ ჯენინგსონი წერს: ექიმი თავისუფალ დროს ხშირად ატარებდა სასტუმრო ბილტმორში და შორტსი მისი საყვარელი იყო. ჰოდელის მოზარდი ქალიშვილი ამტკიცებს, რომ დედის მონათხრობის მიხედვით მამამისი იანვრის დღეებში, ანუ სავარაუდო მკვლელობების დროს, მთელი დღეები და ღამეები ბილტმორში იყო. როგორც იქნა თითქოს ყინული დაიძრა და პოლიციაში დაიწყეს სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობა, ერთ-ერთის მიხედვით ელიზაბეტმა ჯორჯს აბორტის გასაკეთებლად მიმართა, მაგრამ როგორც ეს მაშინ ხშირად ხდებოდა, სიცხლის დენისგან დაიღუპა და მხოლოდ ამის შემდეგ იძალა და ჯორჯმა მიცვალებულზე. მაგრამ ეს არ ჯდება პათანატომის დასკვნაში, იმ რომელიც წერს, რომ ის მძიმე დაზიანებები, რომლებიც
ელიზაბეტს ჰქონდა მიყენებული, ყველა მიყენებული იყო სიცოცხლეშივე. მეორე ვერსიით ელიზაბეტი ჰოდელის საზარელი სახლის ხშირი სტუმარი იყო, ერთხელაც მან პრივატულ საღამოში მიიღო მონაწილეობა, სადაც მხოლოდ ის, ჰოდელი და რეი იყვნენ და ეს საღამო რამდენიმე დღე გაგრძელდა. საბოლოოდ კი მოხდა ის, რაც მოხდა. ანუ მეგობრებმა გაწირეს გოგონა. ჯორჯის გოგო ტამარი, რომელიც პირველი ცოლიდან ყავს მას, უკვე 13 წლისაა და დედამისი ხშირად უშვებს ხოლმე მამასთან. გოგონა მამის სახლიდან იწერება, რომ აქ ძალიან ბევრი ქალია, ისინი მამას ღმერთად მიიჩნევენ და მამა მაიძულებს, რომ მეც იმ ქალების მსგავსად ტანსაცმლის გარეშე ვიარო. იგი ამბობს, რომ მე მასთან ერთად უნდა დავიძინო ხოლმე. ასეთი სიტყვები ხა ნებისმიერ ნორმალურ დედას შეაშფოთებდა, მაგრამ არა ცალტვინა დოროთის. მან პირიქით წერილში მიწერა, რომ მამა რასაც გეტყვის იმას დაუჯერე და აღარ მოიწერო ასეთ სისულელეებიო. ტამარსაც სხვა რა გზა აქვს, იგი 14 წლის ასაკში მასზე პირველად ზალადობს მამამისი და ეს კიდევ 2 წლის განმავლობაში გრძელდება, სანამ ტამარმა პოლიციაში მისვლა არ გადაწყვიტა. ჯორჯის ცოლმა იგი გააფრთხილა, რომ პოლიცია თავიდან ბოლომდე ჰოდელის მიერ იყო ნაყიდი და მას არაფერი გამოუვიდოდა. მან ასევე უთხრა, რომ მამამისმა ელიზაბეტს შორთი და დივანი ქალი მოკლა. რის შესახებაც გადასარევად იციან პოლიციაში, მაგრამ მამაშენს ხელს არ კიდებენ და ასეთი უწყინარი რამის გამო მას არავინ დაიჭერსო. მე ერთადერთი შემიძლია გითხრა, რომ გაიქეცი, მე თვითონ ვერ გავდივარ, 4 ბიჭი მყავს, შენ კი გაიქეცი უკან მოუხედავად და არასდროს დაბრუნდე ამ საშინელ სახლშია. მართლაც ტამარი გაიქცევა, მისდა საუბედურო და მისი სიშტერით გამოწვეული არის ამბავი, იგი თავს შეაფარებს ახლო მეგობრის სახლს. პოლიციით დაადგება ჰოდელი მას ამ სახლში, წამოიყვანს და პოლიციელებს მივარდება გოგონა და ეტყვის, რომ მამა ჩემზე ძალადობს და მიშველეთ არ დამაბრუნოთ მის სახლშიო. მართლა შედგება სასამართლო, მაგრამ ასევე ყველა 15 წლის გოგონასაც შედგება. შეიძლება ითქვას. ჰოდელი, დედინაცვალი, ტამარის დედა, მოსამსახურეები, პოლიციელები ყველა ამბობს, რომ გოგონას გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, არავინ მასზე არ ძალადობს და რა თქმა უნდა ჰოდელს გაამართლებენ და გოგონას მასთან ერთად გაუშვებენ სახლში. ამ დღის შემდეგ ტამარის ცხოვრება ძალიან ცუდად წავიდა. იგი შეეგუა მამამისის საზარელ სახლში ცხოვრებას და დაორსულდა. დაორსულდა ოღონდ არა მამისგან, არამედ თვითონაც არ იცის ვისგან, იმიტომ რომ მამა მას აიძულებდა ორგიებში მიეღო მონაწილეობა. გაჩნდა გოგონა, რომელსაც სახელად დაარქვეს ფაუნა, ასეთი უცნაური სახელი და ფაუნა დაბადების დღიდანვე, როგორც კი დაიბადა, იმავე წუთას გააშვილეს და გააშვილეს, რაც ძალიან უცნაურია იმ პერიოდისთვის, ეს 50-იანი წლებია. აფროამერიკელების ოჯახზე, ღარიბ ოჯახზე, რომლებსაც ბავშვის გაზრდა არ შეეძლო, რაღაც საწყისი ფული მიცეს და უთხრეს, რომ ხმა გაიკმიდეთ, ეხლა აქედან წადი და ეს ბავშვი თან წაიყვანეთ. ძალიან უცნაური იყო, დედაც და მამაც იყვნენ აფროამერიკელები და ბავშვი იყო ქათქათა თეთრი, ქერათმიანი, ცისფერთვალება. მე ცოტა წინ წავალ და გეტყვით, რომ გადის 20 წელი დაახლოებით და შავკანიან გეტოში უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილი ეს თეთრკანიანი გოგონა იწყებს ბიოლოგიური მშობლების ძებნას. მას გამზრდელი მშობლები გაუმხელელ გვარს, რომ იგი არის ჰოდელი, ასეთი გვარით რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს ლოს-ანჯელესში, იგი ჩამორიკავს ყველასთან და გადააწყდება ჯორჯს. ჯორჯი ეტყვის, რომ მისი დედა ტამარი უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ჰავაიზე, თუ გინდა მე მოგცემ ფულსო და წადი ჩააკითხე დედაშენს იქ არის. ფაუნა ჩადის დედამისთან და ნახავს, რომ დედამისი რაღაც საშინელ პირობებში ცხოვრობს, ეს ჩამოფხატული, ჩამონგრეული ფანჯებჩალეწილი სახლი, სადაც თითისისკენ მტვერი დევს, არის რაღაცა უცნაური სუნი დგას, საჭვლის ნარჩენები ყრია ყველგან, წარმოუდგენელი რაღაცა ხდება. ტამარი თლათ თავის ჭკუაზე ვერ არის და მას ყავს 3 ბიჭი, რომლებსაც ქვიათ რუსული სახელები. ნახეთ რა სახელებია ეს, ნაძეჟდა, ლიუბოვ და მირ. სრული საგიჟეტია, ხო? და კიდევ ერთი გოგონა ყავს მას, რომელსაც ქვია ელიზაბეტი.
ტამარი არ დაუმალავს თავის შვილს, ფაუნას არ დაუმალავს, რომ იგი დაარქვა ელიზაბეთ შორცის საპატივცემლად, შავი გეორგინას საპატივცემლად. ტამარის მამისგან დანგრეულ არც თუ ჯანსაღ ფსიქიკაზე კიდევ ერთი რამ მიუთითებს, ჯორჯმა როდესაც ქალიშვილს ყველანაირი საარსებო წყარო მოუსპო, ელიზაბეთს და ბიჭებს მან ზუსტად ისევე დაუწყო მოქცევა, როგორც ამას მამა აკეთებდა. ანუ აქ იმდენად საზარელ ადგილამდე მივედით, რომ აღარ მოვყვები, რას აკეთებდნენ და რას უკეთებდა იგი საკუთარ შვილებს, უბრალოდ არ აღწერ ამ ამბავს, ვისაც სურვილი გექნება, შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში. 1999 წლის 16 მაისს სტივ ჰოდელს, სტივი გახსოვთ ხო, უმცროსი შვილი არის ჯორჯის, რომელიც უკვე პენსიაშია გასული, ხოლო იგი მანამდე მუშაობდა ლოს-ანჯელესის პოლიციაში საგამოძიებო განყოფილებაში, პენსიაშია იგი გასული და კერძო დეტექტივად მუშაობს, მას შეატყობინებენ, რომ ჯორჯ ჰოდელი 94 წლის ასაკში მშვიდად გარდაიცვალა სიბერისგან. მან დაიძინა და აღარ გაიღვიძა. სტივს დაურეკეს და უთხრეს, რომ მოდი და მამაშენის რაღაცები წაიღეთ, ბიჭებმა გადაინაწილეთო და მივიდა სტივი, თუმცა ბევრი ვერაფერი ნახა, ჯორჯს 2 წლის წინ ჰქონდა განადგურებული თურმე უკვე ყველანაირი საბუთი თუ კი რომელიმე მას ჩირკს მოსწევდა. მაგრამ სტივს ახსოვდა, რომ პატარაობაში მან რამდენჯერმე შეუსრო მამამის აი ამ მაგიდაზე, რომელსაც იგი უჯდა ხოლმე, რომ იქ რაღაცას მალავდა. ანუ მაგიდას ჰქონდა სადღაცა სამალავი. ნუ ხა დეტექტივი რის დეტექტივი იქნებოდა, ჩაუჯდა ამ მაგიდას და ბოლო-ბოლო იპოვა. იპოვა და ნახა რომ ეს არის 5 ჩამალული ამ სეკრეტერში და ამ 5-ში დევს ფოტოალბომი. ფოტოალბომი გადაშალა და იქ ელიზაბეთ შორცის იგივე შავი გეორგინას 2 ეროტიული ფოტო იპოვა. სხვა ფოტოებიც იყო. ამით დაიწყო სტივის ბიოგრაფიაში ყველაზე საინტერესო და მასშტაბური გამოძიება, მან გადაწყვიტა კარგად დაეფერთხა და გამოემზიურებინა მამამისის ცხოვრება და იქედან აი დაფერთხვის შედეგად გადმოცვენილი ფაქტებისგან ერთი დიდი სურათი შეეკრა. მან ამ გამოძიებას 20 წელი მოანდომა, დღემდე იძიებს, მან დაკითხა ყველა ვისი დაკითხვაც კი შეიძლებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროსგან გამოითხოვა ყველა მკვლელობის საქმე, რომელიც დაახლოებით მსგავსი იყო შავი გეორგინასი, ჩაერთო ამ გამოძიებაში სხვათა შორის მთელი სანათესაო, მისი ძმებიც კი ვერავინ ვერ იტანდა ჯორჯ ჰოდელს და სტივმა სხვათა შორის საკუთარი ძალიან საინტერესო საიტი შექმნა, თქვენ აი ხედავთ ამ საიტის მისამართს ქვემოთ, შეგიძლიათ იქ გადახვიდეთ და წაიკითხოთ უახლესი ამბები თუ რეებს იძიებს სტივი და სტივი თulis რომ ჯორჯ ჰოდელი გახლავთ კლასიკური სერიული მკვლელი, რომ გეორგინა არ არის მისი ერთადერთი მსხვერპლი, რომ მის სინდისზე ძალიან ბევრი გაუგონარი და საზარელი მკვლელობაა, რომელიც იმ წლებშია ჩადენილი კალიფორნიაში, როცა ჰოდელი აქტიურად მოღვაწეობდა ლოს-ანჯელესში. მაგალითად და არა მხოლოდ ლოს-ანჯელესში, მაგალითად მან იპოვა მსგავსი ხელწერა ეგრეთ წოდებული ტუჩის საცხის საქმე არსებობს, თუ მეოდესმე მოვიცალე, შეიძლება ამ საქმეზეც გავაკეთო ვიდეო, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ეს გახლავთ მკვლელობების სერია, რომელშიც ვინმე იულიან აირონსი იყო ბრალდებული. აირონსი სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ პოლიციელებმა აიძულეს იგი წამებით, რომ ეღიარებინა ეს დანაშაულები, თორემ მას არანაირი კონტაქტი ამ ამბებთან არ ჰქონია. ასევე სტივმა კავშირი დაადგინა შორეულ მანილაში ჩადენილ საზარელ დანაშაულებათა სერიასა და მამამისის იქ ჩასვლის თარიღებს შორის. ეს კაცი ჩადიოდა 50-იანი, 60-იანი წლების პერიოდში მანილაში და იქ იწყებოდა მკვლელობების სერია. კლავდნენ ძირითადად მეძავ გოგონებს. რა თქმა უნდა, ხა იმ პერიოდში ვინ გამოიძიებდა მეძავების სიკვდილს, მაგრამ ეს საქმეები მაინც არსებობდა და როგორც ისე ვიმეორებ, სტივმა დაადგინა მკვლელობები ზუსტად ემთხვეოდა მამამისის მანილაში სტუმრობას. ისიც გაიგო, რომ
ყოველთვის იმ ადგილებში ხდებოდა ეს მკვლელობები, სადაც მამამისი ჩერდებოდა ხოლმე. არ ვიცი, რაღაც მანქანა იყო მკვლელობის თუ რა იყო ეს კაცი, არ ვიცი, თუ რა თქმა უნდა იყო. სტივი კიდევ უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ მან დაადგინა ჯორჯ ჰოდელისა და მოუხელთებელი სერიული მკვლელის, აქ კარგად დაუკვირდით, ზოდიაკისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები. ამის შესახებ მან წიგნიც კი დაწერა, ზოდიაკი მოგეხსენებათ ამერიკის კრიმინალურ ისტორიებში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, პერსონაჟი, რომელიც მოუხელთებელია, რომლის შესახებ უამრავი ფილმია გადაღებული, და რომელიც მისტიკური საბურველით არის შემოსილი და ეს კაცი, რა ვიცი, რასაც გადაწყვიტა, სადაც მკვლელი ნახა, ყველაფერი მამამისს შეტენა, ყოველ შემთხვევაში წიგნში, რომელიც პირდაპირ მიუძღვნა ამ ამბავს, ალბათ რაღაცა მომენტები არის ისეთი, რომელიც ამფლად შორს არ არის ამ ამბიდან. და მაინც არავინ იცის სინამდვილეში რა მოხდა. ჯორჯს ვეღარავინ დაკითხავს, ამ ტრაგედიების ყველა მოწმე იმ ქვეყანასაა და არ არის გამორიცხული, რომ ჯორჯი არაფერ შუაში იყოს. იგი უბრალოდ ექსცენტრიული გენიოსი იყო, რომელსაც მართლა იმხელა IQ ჰქონდა, რომ ჩვეულებრივ ადამიანებთან საერთოს ვერ პოულობდა, ის რომ თქვა, ეხა სექსუალური გიგანტი იყო, ეს დანაშაული არ არის, თუ რა თქმა უნდა იგი არ გადადის ზღვარს და ამის გამო მისი ასე უსამართლოდ ტალახში ამოსვლა ალბათ არ არის უპრიანი. თუმცა შეიძლება პირიქითაც იყოს. დაწერეთ მოკლედ კომენტარებში რას ფიქრობთ, ყველა იმ მონაცემის, რაც მე წარმოგიდგინეთ აქ და რაც სტივმა, მისმა შვილმა წარმოგვიდგინა, შესაძლებელი არის თუ არა რომ ჯორჯი ყოფილიყო სერიული მკვლელი. მანამდე კი შეგიძლიათ 2019 წელს გამოსული სერიალი მე ვარ ღამე ნახოთ, მე თვითონ იგი არ მინახავს, თუ გამოძებნეთ რომ აუცილებლად ნახავთ და რომელიც მოგვითხრობს ფაუნას შესახებ, რომლის ისტორია მართლა ძალიან საინტერესოა, როგორ გაგრძელდა ის შეხვედრა იქ მირი ნაძეჟდა და ლიუბოვი და ვიღაცები რო იყვნენ, იქ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, ალბათ იქ არის ყველაფერი ეს ყველაფერი აღწერილი. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გახლავთ, კიდევ ერთი ჯორჯი, ამჯერად გვარად ნიუტონი. მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, იგი იმ დროს ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში, როცა ბეტი მოკლეს. ნიუტონი 1962 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ხოლო 1995 წელს მისმა ქალიშვილმა, ჯენისმა განაცხადა, რომ მამაჩემსო, აი იმ დღეების, იმ 6 დღის განმავლობაში ხელფეხ დაბმული, დაბორკილი ეს გოგონა სახლში ყავდაო. შემდეგო ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინაო, რაც ჩვენ ყველამ ვიცით და როდესაც მას კითხეს, რომ კი მაგრამ იმის მერე გავიდა 50 წელი და სადა ხარ ამდენ ხანს რატო არ გითქვი არაფერიო, საქმე იმაშია, რომ მე ახლა ხან დავიწყე მკურნალობა ფსიქოტროპული პრეპარატებით, იმიტომ რომ ფსიქიური პრობლემები მაწუხებდა და სწორედ იმის გამო, რომ მე ის დავინახე, რაც უკნა მამაჩემმა ამ გოგონასო და დავიწყებული მქონდა ეს ყველაფერიო და ახლა როდესაც წამლების დალევა დავიწყე, ეს ყველაფერი აღმიდგაო. მან წიგნიც დაწერა, რომელსაც დაარქვა მამიკო, შავი გეორგინას მკვლელი იყო. წიგნში ჯენინსი წერს, რომ მამის ჰქონდა საიდუმლო ოთახი გარაჟში, სადაც ყავდა დაბმული შავი გეორგინა, მანვე მოკლა და გაკვეთა ქალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ საქმეში თითქოს ისიც დაიხმარა. იყო კიდევ ერთი ეჭვმიტანილი რობერტ რედმენლი, რომელიც გახსოვთ თქვენ, მან მიიყვანა ბილტმორში ელიზაბეტი, მაგრამ როდესაც კარგად გამოკითხეს და დაადგინეს მისი იმდღევანდელი მოძრაობები, აღმოჩნდა, რომ მას მყარი ალიბი აქვს სრულიად სხვა შტატში იყო იმ დღესაც და სხვა მომდევნო დღეებშიც. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი გახლდათ ვინმე პატრიკ ორეილი, ქირურგი, რომელიც ძალიან ხშირი სტუმარი იყო სექს ორგიებისა და რომელიც გამოირჩეოდა თავისი სასტიკი დამოკიდებულებით ქალებისადმი. იგი უკვე დაჭერილი იყო ერთხელ, შემდეგ გამოუშვეს, იმიტომ რომ მას ცოლად ყავდა ლოს-ანჯელესის პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის ქალიშვილი და გამოუშვეს საკუთარი დივანი ცემით ლამის სიკვდილამდე მიიყვანა, მაგრამ შერჩა. საქმე ჩაფარცხეს.
მაგრამ ორელი სიცრუის დეტექტორები გაიარა, ორჯერ გაიარა და ეჭვიც მოიხსნა. იყვნენ სხვებიც, მაგრამ როგორც ხვდებით, ყველა ძაფი სადღაც შუაში წყდებოდა ან ვიღაც წყვიტავდა. ამით არ ვამთავრებ. იყო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვერსია. 1946 წელს ჩიკაგოში 6 წლის სიუზან დეგნანი მოკლეს. ხოლო მისი სხეული ზუსტად ისეთივე ნაირად დაანაწილეს, როგორც შავი გეორგინასი. გარდა იმ დამთხოვებისა, რომ შორცის ცხედარი დეგნან ბულვარის ტერიტორიაზე იპოვეს, ანუ სახელები ემთხვევა ერთმანეთს, სიუზანის მკვლელის მიერ პრესაში გაგზავნილი წერილი სტილი და ასოების წყობა ზუსტად ემთხვეოდა, აი თითქოს ქსეროქსით არისო გადაღებულიო, ზუსტად ემთხვეოდა ელიზაბეტის საქმეში არსებულ აი ამანაც, რომელზეც ჟურნალიდან ამოჭრილი აი ეს ასოები იყო დაწეპებული. 59 წელს, ანუ ამ მკვლელობის ჩადენიდან 3 წლის თავზე, ვინმე უილიამ ჰაირენსი დააკავეს, იგი აღმოჩნდა სერიული მკვლელი, მას კიდევ 4 ქალი ყავდა მოკლული და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ მას სიუზანთან არანაირი საქმე არ ჰქონია და რა თქმა უნდა ელიზაბეტის შესახებ საერთოდ არც გაუგია. მას მიუსაჯეს, როგორც გითხარით, სამუდამო პატიმრობა და იგი 2012 წელს 93 წლის ასაკში ჩიკაგოს ციხეში გარდაიცვალა და შესაძლოა თან წაიღო შავი გეორგინას საშინელი მკვლელობის საიდუმლოც. 2005 წელს გამოვიდა ფილმი შავი ორქიდეა, რომელიც მე ვნახე, როდესაც ამ სცენარს წერდი. არაუშავს ფილმია, მაგრამ იქ თითქოს ამ ისტორიაზეა აგებული, მაგრამ ფაქტიურად ყველაფერი რაც იქ არის, შავ გეორგინასთან მიმართებით არის ტყუილი. ელიზაბეთ შორცის იდუმალებით მოცული მკვლელობა კიდევ დიდხანს იქნება განჯის საგანი. კიდევ ბევრი ეჭვმიტანილი გამოჩნდება. ერთი კი ფაქტია, რომ შავი გეორგინას საქმე ლოს-ანჯელესის ბნელ მითად იქცა უკვე დიდი ხანია. სამწუხაროდ ამ საქმეს დასასრული არ უჩანს. არ აქვს კვანძის გახსნა. ეს დაახლოებით ისევეა, როგორც რომანიდან ბოლო ფურცელი რო ამოხიოთ, სადაც ყველაფერი იხსნება. მკვლელი გაქრა, მაგრამ იგი მოჩვენებად ჩაეწერა ლოს-ანჯელესის ქუჩებში, შუკებში, ჩიხებში და ჩაბნელებულ მიტოვებულ სახლებში. ელიზაბეტის სული ალბათ აღარ ითხოვს შურისძიებას, უკვე ძალიან ბევრი დრო გავიდა. აი ასეთი საზარელი ისტორია გამოგვივიდა დღეს. იგი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მონსტრები სადღაც ისეთ ადგილებში იმალებიან, საიდანაც მათ არ ველით. ბოროტება კვლავსდებს ადამიანის მოდგმას და როგორც შარლ ბოდლერი წერდა, ეშმაკის მთავარი ხრიკი ის არის, რომ თავისი არარსებობა დაგაჯეროს. დღეს სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ გამიძელით, ამდენი ხანი უყურეთ ვიდეოს, ამიტომ თუ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ბარემ დაწერეთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ მასზე. ღირს თუ არა ასეთი თემების გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩემი არხი უფრო სამეცნიეროა ვიდრე კრიმინალური, მაგრამ მე ვთვლი, რომ შიგადაში ალბათ განტვირთვაც, თუ ეს განტვირთვაა, ყოველ შემთხვევაში გაფრთხილების სახით, რომ ვიცოდეთ, რომ თლად იდეალურად არ არის სამყარო მოწყობილი და ვიყოთ ფრთხილად. უჭირდება ასეთი ვიდეოებიც. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ კრიმინალური და დეტექტიური ისტორიები ასევე გახლავთ მაგალითი და გაფრთხილება, რომ ჩვენს სამყაროში ყველაფერი წესრიგში არ არის და ადამიანზე უარესი მტერი არ ყავს. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ მოწონების ნიშნის დასმა, ამ ვიდეოს გადაზიარება სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს და ვთხოვთ თქვენს ახლობლებსაც ზოგიერთი მწერთ, რომ აი ესე აღმოვაჩინეთ თქვენი არხი და შეყვარებული ვარ მასზე, ნუ იქნებით ეგოისტები, სხვებსაც გააგებინეთ, რომ ასეთი არხი არსებობს, ეს თქვენს გესიამოვნებათ, იმას ვისაც გააგებინებ და რა თქმა უნდა მეც. მე კი მინდა გისურვოთ კარგი მშვიდი წყნარი დღეები, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ახალი თემებით. ნახვამდის.